დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ასობით მილიარდი დახარჯეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნაში და ამ დრომდე მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ნაწილი დახარჯული თანხის. მოგებაზე გასვლასთან ახლოსაც კი არ არის. ეს შეიძლება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფსონად ჩაიფალოს. Groovy ინტერფეისის მიღმა იმალება რაღაც ისეთი რაზეც უმეტესობა ადამიანებისა არც კი ფიქრობს. ეს არის ფიზიკური სისტემა რეალური საზღვრებით. მონაცემთა ცენტრები უზარმაზარ რაოდენობას ელექტროენერგიას ხარჯავენ. ენერგოსისტემები მაქსიმალურ დატვირთვამდე მიდის მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაფერი მუშაობდეს. და ეს ყველაფერი დაფუძნებულია ექსპლუატირებული ადამიანური შრომის დამალულ არმალ არმიაზე. შენ ვერ დარჩები ამ ყველაფრის მიღმა. შენ უკვე ყოველდღე ურთიერთობ მასთან. მსოფლიო უკვე ჩართულია სისტემაში, რომლის შეჩერებაც შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ეს არის ტრილიონ-დოლარიანი ხელოვნური ინტელექტის ტყუილი. თავი პირველი, ქვითარი, რომლის წაკითხვაც არავის უნდა. 2024 წელს Sequoia Capital-ის ანალიტიკოსებმა მარტივი კითხვა დასვეს. თუ ხელოვნური ინტელექტის კომპანიები გააგრძელებენ ხარჯვას ისე როგორც ეხლა ხარჯავენ, რამდენი ფული დასჭირდება ინდუსტრიას ყოველწლიურად, რომ ეს გაამართლოს? მათი პასუხი იყო დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი წელიწადში. ეს არ არის ის თანხა, რასაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიები დღეს გამოიმუშავებენ. ეს არის ის თანხა, რაც მათ უნდა გამოიმუშავონ, რომ ამ ყველაფერს ფინანსური აზრი ჰქონდეს. ამჟამად გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უკვე რეალურ შემოსავალს გამოიმუშავებს, მილიარდობით დოლარს წელიწადში. ისეთ კომპანიებში, როგორიცაა OpenAI და Anthropic. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ხელოვნური ინტელექტით მიღებული მოგება 2030-იანი წლების შუა პერიოდში ტრილიონებს მიაღწევს. მაგრამ ბევრი აღნიშნული შემოსავალი საერთოდაც არ არის მოგება. Anthropic-მა ახლახან გაზარდა თავისი შემოსავალი 100 მილიონ დოლარამდე თვეში 2025 წელს. ეს დაუჯერებლად ჟვერს, სანამ არ გააცნობიერებ, რომ ასევე მოსალოდნელი იყო, რომ წლის განმავლობაში მილიარდებსაც დაკარგავდა. 2025 წლის შუაში OpenAI მოიპოვა 10 მილიარდი დოლარის დაფინანსება. მაგრამ რადგან მისი საოპერაციო ხარჯები ძალიან მაღალი იყო, სულ რამდენიმე თვეში კიდევ 8.3 მილიარდ დოლარს ითხოვდა. და Elon Musk-ის XAI-ს გავრცელებული ინფორმაციით, ყოველთვე მილიარდ დოლარზე მეც ხარჯავდა მხოლოდ იმისთვის, რომ ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ეს სერიოზული პრობლემაა. ეს მიუთითებს ერთ საკითხზე, რაზეც ხალხს საუბარი არ უყვარს. ტრადიციულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, როგორც კი პროდუქტს შექმნი, მეტი მომხმარებლის დამატება იაფიჯდება. აი რატო შეიძლება კომპანიები როგორიცაა Microsoft და Adobe წარმოუდგენლად მომგებიანები გახდნენ? შემდეგი მომხმარებლის მომსახურების ხარჯი პრაქტიკულად ნულია. ხელოვნური ინტელექტი ასე არ მუშაობს. ყოველ ჯერზე, როცა მას კითხვას უსვამ, ეს ფულს ღირს, რეალურ ფულს. პასუხი მოდის გამოთვლითი სიმძლავრის, ელექტროენერგიისა და ინფრასტრუქტურის რთული ურთიერთქმედებიდან, რაც ნიშნავს, რომ მასშტაბის გაზრდა ავტომატურად არ ხდის ყველაფერს უფრო ეფექტურს. ზოგ შემთხვევაში პირიქით ხდება. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სისტემას, მით უფრო ძვირი ხდება მისი მუშაობა. მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და საინვესტიციო ჯგუფები უკვე ჩაერთნენ ამ პროცესში. წლიური ხარჯები კი 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ხელოვნური ინტელექტის ზრდის მოლოდინები SP500-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. სიტუაცია კიდევ უფრო საეჭვო ხდება, როცა აცნობიერებ, რომ ფართო ბაზარი, რომელიც შედგება საპენსიო ანგარიშებისგან, ინდექსური ფონდებისა და სხვა უსაფრთხო ინვესტიციებისგან, ეხლა მთლიანად დამოკიდებულია იმ ტექნოლოგიის ნებაზე, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცა, რომ მასშტაბურად საკუთარი თავის დაფინანსება შეუძლია. თუ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომავლის ეკონომიკა ასეთი გაურკვეველია, რატომ ჩანს, რომ ტექნოლოგიური სამყაროს ყველა აღმასრულებელი დირექტორი ყველაფერს მის მომავალზე დებს? ბოლო გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 90% აღმასრულებელი დირექტორების ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი 2028 წლისთვის ფუნდამენტურად შეცვლის მათ კომპანიებს. ეს ძალიან დიდი რიცხვი, მაგრამ როცა რეალურ ფინანსურ მონაცემებს უყურებ, რეალობა ძალიან მკაცრია. ხელოვნური ინტელექტის ინიციატივების მხოლოდ 25% ნამდვილად იძლევა ინვესტიციის მოსალოდნელ უკუგებას. 10 მენეჯერიდან 9 თვლის, რომ ეს ტექნოლოგია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ 4-დან 1 შეძლებს ახსნას, როგორ გამოიმუშავებს ის რეალურად ფულს. რაც ადრე სტრატეგიად გვეჩვენებოდა, ეხლა კორპორაციულ ზეწოლად გამოიყურება. და ამას რეალურ დროში ხედავ. თითოეული კომპანია ცდილობს სხვაზე უკეთესი იყოს. აჩქარებით იწყებს ხელოვნური ინტელექტის ინიციატივებს, საუბრობს AI-ზე ორიენტირებულ სტრატეგიებზე, ყიდულობს უზარმაზარი რაოდენობის გრაფიკულ პროცესორებს, რადგან მათი აღშეძენა უფრო ცუდად გამოიყურება. თუ ეს ოქროს ციებ ცხელების კორპორაციულ ვერსიად იქცა, არავის უნდა იყოს ის, ვინც ნიჯბის გარეშე მივიდა. და სწორედ აქ ვართ ეხლა. ინფრასტრუქტურა სრული სიჩქარით შენდება. ხარჯები უკვე გაწერილია და საწყისი კაპიტალიც მოძიებულია, მაგრამ შემოსავალი ძლივს ეწევა ან ტემპს. თავი ორი წარმატება, რომელიც გაღარიბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუმად გაჩნდა ინდუსტრია, რომელიც AI სისტემებს ემსახურება. ესეთი რამეები, როგორიცაა მონაცემების მონიშნიშნა, კონტენტის მოდერაცია და შედეგების გადამოწმება, ყველა მთავარ ამოცანებად იქცა, რომლებიც მოდელებს რეალურ სამყაროში გამოსაყენებელს ხდის. ისინი ძირითადად განსხვავებაა დაუმუშავებელ სისტელ სისტემასა და ისეთ სისტემას შორის, რომელიც ქაოტურ შეუფერებელ შედეგებს აწვდის და ისეთ სისტემას შორის, რომელიც კითხვებზე პასუხობს ისე, რომ არ შეარწყვინოს კომპანია, რომელმაც ის შექმნა. ეს ყველაფერი მოდელის გარეთ ხდება.
ოფისებში და კოლ-ცენტრის ტიპის გარემოში, ისეთ ადგილებში, როგორიცაა კენია, ფილიპინები და ინდოეთი, ათასობით მუშაკი დღეებს ატარებს იმ შეცდომების გასწორებაში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები ჯერ კიდევ მუდმივად უშვებენ. ზოგ დოკუმენტირებულ შემთხვევაში მათ საათში მხოლოდ რამდენიმე დოლარს უხდიან, რომ ძალადობრივი ან ექსპლიციტური შინაარსი გაფილტრონ. ერთი ანგარიშის მიხედვით, კონტენტის მოდერატორები მეორე და მესამე სამყაროს ქვეყნებში აწვდებიან ფსიქოლოგიური ტრაუმის, სიღარიბის ზღვარზე არსებული ხელფასების და პროპკავშირების ორგანიზების ჩახშობის კომბინაციას, რაც დასავლეთის შრომის კანონმდებლობის მიხედვით აუტანლად მიიჩნევა. ეს უფრო მე-19 საუკუნის ამბავს გავს, ვიდრე მომავლის გარღვევას. და ნაწილობრივ ასეც არის. ხელოვნური ინტელექტის შესახებ მარკეტინგული ენა მიუთითებს ავტონომიაზე, მანქანებზე, რომლებიც ფიქრობენ, სწავლობენ და მოქმედებენ, თლიანად ანაცვლებენ ადამიანურ ძალისხმევას. რეალობა უფრო ძველს და ნაცნობ რამეს გავს. ეს არის ფენოვანი სისტემა, სადაც აისბერგის წყლის ყველაზე ხილული წვერი სუფთა და ეფექტურია, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხილული ნაწილი, სისტემის შიდა ბირთვი, არეულ-დარეულია, შრომატევადი და ადვილად უგულებელსაყოფი. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ყალბია, მაგრამ მეორე შეხედვით სიტყვა ხელოვნური ძალიან ბევრ რამეს იტვირთავს. მუშაობის დიდი ნაწილი, რაც ამ სისტემებს ამუშავებს, კვლავ ძალიან ადამიანურია. ეს ადამიანური სისტემა არ ქრება მაშინაც კი, როცა სისტემა იზრდება. პირიქით, ის კიდე უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც სისტემა ეყრდნობა როგორც მასიურ გამოთვლით ინფრასტრუქტურას, ასევე მუდმივ ადამიანურ ჩართულობას, ხარჯების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე უმეტესობა წარმოიდგენს. სუფთა თვითგანვითარებადი მანქანის ნაცვლად, თქვენ იღებთ რაღაც უფრო ჰიბრიდულს, ნაწილობრივ ავტომატურს, ნაწილობრივ ხელით მხარდაჭერილს, ორივე მუდმივად მოვლილი და შენარჩუნებული. ხელოვნური ინტელექტის ბუმის დასაწყისში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანიების დიდი პროცენტი, რომლებიც საკუთარ თავს AI სტარტაპებად აცხადებდნენ, რეალურად არ იყენებდნენ არსებით ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ ძირითად პროდუქტებში. ზოგ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40%-მდე აღწევდა. ეს აუცილებლად არ ნიშნავდა თაღლითობას, მაგრამ მიუთითებდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან რამეზე. თავდაპირველადვე ხელოვნური ინტელექტი გახდა სიგნალი, გზა დაფინანსების მოსაზიდად, მაღალი შეფასებების გასამართლებლად და საკუთარი თავის პოზიციონირებისთვის ბაზარზე, სადაც მოულოდნელად ყველას უნდა ქონოდა AI-ის ისტორია. 2024 წლისთვის დაახლოებით 78%-მა ყველა კომპანიიდან განაცხადა, რომ იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს რაიმე ფორმით. ხოლო 1 წლის შემდეგ გლობალური ვენჩურული კაპიტალის 61% მიედინებოდა AI-სთან დაკავშირებულ ბიზნესებში. შეიძლება იფიქროთ, რომ ამდენი დანერგვისა და ინვესტიციის შემდეგ ჩვენ ვიხილავდით ნათელ და სტაბილურ შედეგებს. ამის ნაცვლად მოგებები ძალიან კონცენტრირებულია. ფინანსური სარგებლის დაახლოებით 75%-ს, მხოლოდ კომპანიების 20% იღებს. როგორც აღმოჩნდა, კომპანიების უმეტესობა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობენ, რეალურად მისგან დიდ შემოსავალს ვერ იღებენ. ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ, ფუნქციებს ნერგავენ და ინსტრუმენტებს ინტეგრირებენ, მაგრამ თავიანთ ბიზნესს ისე არ გარდაქმნიან, როგორც ყველას ეგონა. პირველ ეტაპზე კომპანიები აცხადებდნენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ, თუმცა რეალურად ასე არ იყო. დღეს კომპანიები მას იყენებენ, მაგრამ არ იციან როგორ მიიღონ მისგან შემოსავალი. და ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, რადგან ეხლა ფსონი უფრო მაღალია, მოლოდინები უზარმაზარია და იმ განსხვავების უგულებელობა, რაც რეალურად ხდება და რაც დაპირებული იყო, სულ უფრო რთული ხდება. თავი 3 ენერგიის კედელი. ყველაფერ ამაზე მთავარი შეზღუდვა ფინანსური კი არა, ფიზიკურია. წლების განმავლობაში ხშირად იმეორებდნენ მარტივ შედარებას, რომ ერთი ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნა დაახლოებით 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული ვებძიება. ეს რიცხვი ადრეული შეფასებებიდან მოდის და როგორც უმეტესობა მარტივი შედარებებისა, მასზე ბევრჯერ იდავეს, განაახლეს და გააზვიადეს, იმის მიხედვით ვინ აყენებდა საკითხს. მაგრამ ის ნაწილი, რაც ნამდვილად არ შეცვლილა, არის მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტის დატვირთვები უბრალოდ უფრო მომთხოვნი. 2022 წლისთვის მონაცემთა ცენტრები უკვე ყოველწლიურად დაახლოებით 460 ტერავატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ გლობალურად. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მთელი ქვეყანა, მაგალითად გერმანია ან იაპონია, ანუ გლობალური მოთხოვნის 2%. ამ წლისთვის ეს რიცხვი შეიძლება 620-დან 1000 ტერავატ-საათამდე გაიზარდოს. იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტი ზრდას. როცა მონაცემთა ცენტრში ჩაიხედავთ, ენერგიის გამოყენების წესი გარკვეულწილად გასაკვირია. ელექტროენერგიის 40% რეალურად გამოთვლებზე იხარჯება, ანუ იმ ნაწილზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი მუშაობს. კიდევ 40% უბრალოდ მანქანების გაგრილებაზე იხარჯება. დანარჩენი 20% ყველაფერ დანარჩენზე იხარჯება. მონაცემების გადატანაზე, სისტემის სტაბილურობაზე, ძირითადად იმაზე, რომ მთელი ოპერაცია საკუთარი სირთულის გამო არ დაიშალოს. ასე რომ, ენერგიის თითქმის ნახევარი, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტში ვხარჯავთ, მას უფრო ჭკვიან სარხტის, უბრალოდ სიცოცხლეს უნარჩუნებს. ეხლა ერთით უკან დავიხიოთ. ერთი დიდი ჰიპერმასშტაბური მონაცემთა ცენტრი, რომელსაც კომპანიები ხელოვნური ინტელექტისთვის აშენებენ, შეიძლება 100 მეგავატი ან მეტი სიმძლავრე დასჭირდეს. 1 მეგავატი, როგორც წესი, 150-ზე მეტ ამერიკულ სახლს ამარაგებს ენერგიით. 100 მეგავატი. 1 წლის განმავლობაში ეს იგივეა, რაც ელექტროენერგია, რომელიც საჭიროა 200,000-ზე მეტი ელექტრომობილის დასატენად, მხოლოდ ერთი შენობისთვის. და მსოფლიოში დაახლოებით 8000-ზე მეტი მონაცემთა ცენტრი არსებობს, რომელთაგან მესამედი მხოლოდ შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
საშიშარია, რომ კვლევები აჩვენებს, რომ მათი დიდი უმრავლესობა მდებარეობს ისეთ კლიმატში, რომელიც ძალიან ცხელია ეფექტური მუშაობისთვის. დროა ღრუბელი აღარ მივიჩნიოთ აბსტრაქტულ რამეთ. ჩვენ ვსაუბრობთ მზარდ ქსელზე, რომელიც შედგება გიგანტური ენერგომოყვარული ობიექტებისგან, რომლებიც თავმოყრილია კონკრეტულ რეგიონებში და იღებენ ენერგიას იმავე ქსელებიდან, რომლებიც ამარაგებს სახლებს, სკოლებსა და ბიზნესებს. მოთხოვნაც თანაბრად არ არის განაწილებული. იმ ადგილებში, სადაც წნეხი განსაკუთრებით მაღალია, ქალაქის ხელმძღვანელებს უწევთ გადაწყვეტილებების მიღება რეალურ დროში. გააფართოვო ქსელი, გაზარდო ელექტროენერგიის ტარიფები, შეანელო განვითარება და შეზღუდო სამუშაო ადგილების ზრდა, არც ერთ ამ კითხვას მარტივი პასუხი არ აქვს და არც ერთი მათგანი წყლის პრობლემასაც არ აგვარებს. გახსოვთ ის 40% ენერგიისა, რომელიც უბრალოდ ამ გიგანტური მონაცემთა ცენტრების გაგრილებაზე იხარჯება. ეს ხშირად დამოკიდებულია უზარმაზარი წყლის მასების მოძრაობაზე სისტემაში, რომელიც მუდმივად ცირკულირებს, რათა სითბო გაიტანოს. ერთი დიდი მონაცემთა ცენტრი დღეში მილიონობით გალონ წყალს იყენებს, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც 30-დან 50,000-მდე მოსახლეობის მქონე ქალაქი. წლის განმავლობაში, თუნდაც საშუალო ზომის ობიექტს შეუძლია დაახლოებით 100 მილიონი გალონი წყალი გამოიყენოს მხოლოდ გაგრილებისთვის. და ამ წყლის უმეტესობა აღარ ბრუნდება. ბევრ სისტემაში 70-დან 80%-მდე ორთქლდება და ფაქტობრივად ჰაერში ქრება. ამასობაში მონაცემთა ცენტრების დაახლოებით 75-დან 90%-მდე წყლამდე წყლის გაგრილებაზეა დამოკიდებული და ხშირად იმავე მდინარეებიდან და მუნიციპალური წყაროებიდან იღებს წყალს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობაც იყენებს. მინიმუმ ერთ ორეგონის ქალაქში ერთი კომპანიის მონაცემთა ცენტრმა ქალაქის წყლის მარაგის 25%-ზე მეტი მოიხმარა. სისტემა, რომელიც უსასრულო მასშტაბებს გვირდება, რეალურად ძალიან შეზღუდულ რესურსებს იყენებს. ელექტროსისტემები, რომლებიც ერთ ღამეში ფართღამეში ფართოვდება და წყალმომარაგების სისტემები, ის სისტემები უკვე ზეწოლის ქვეშ არიან. რაც უფრო იზრდება სისტემა, მით უფრო მეც მოიხმარს და ამ ეტაპზე არ ჩანს, სად არის ზღვარი. და მაშინ, როცა ეს ყველაფერი ფიზიკურ სამყაროში ზეწოლას ქმნის, კომპანიების შიგნით კიდევ რაღაც ხდება. რადგან მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი გარედან მეც ითხოვს, ის ჩუმად შიგნიდანაც რაღაცას ითრევს. მათი მონაცემები. თავი 4. უსაფრთხოების თვითსაბოტაჟი. ბოლო მონაცემების მიხედვით, თანამშრომლების მიერ ხელოვნურ ინტელექტში შეყვანილი ინფორმაციის დაახლოებით 94.8% ახლა შეიცავს სენსიტიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2023 წელს მხოლოდ 10%-ზე ოდნავ მეტი იყო. თქვენი არჩევანის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტში ჩასმული ინფორმაციის მესამედი წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტებს, მომხმარებელთა მონაცემებს, სამედიცინო ჩანაწერებს, წყაროს კოდს და კონტრაქტებს. რაც კიდევ უფრო უარესია, ამ კომპანიებიდან 83%-ს საერთოდ არ აქვს არანაირი ტექნიკური კონტროლი ამის შესაჩერებლად. შეიძლება პოლიტიკის შესახებ ელპოსტები გაუგზავნონ თანამშრომლებს რამდენიც უნდათ, მაგრამ მეორე დღეს ისევ იმავე თანამშრომლებს მოსთხოვენ, რომ იყვნენ უფრო სწრაფები, პროდუქტიულები და ეფექტურები. ეხლა თანამშრომლებს უწევთ არჩევანის გაკეთება, ვადა თუ პოლიტიკა. ისინი ყოველთვის ვადას ირჩევენ. ამ უსაფრთხოების თვითდაზიანების მასშტაბი ნელა განვითარებად კატასტროფას გავს. უკვე 225,000-ზე მეტი ChatGPT-ის ავტორიზაციის მონაცემი აღმოაჩინეს გასატიდად ბნელ ვებ ბაზრებზე. ეს მონაცემები ხშირად კომპრომეტირებული მოთხოვილობებიდან ან ხელახლა გამოყენებული პაროლებიდანაა მოპოვებული. მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Apple, JP Morgan და Goldman Sachs, ან შეზღუდეს, ან აკრძალეს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, მას შემდეგ რაც მიხვდნენ რა ხდებოდა. Samsung-მა ეს მძიმე გამოცდილებით ისწავლა. 2023 წლის დასაწყისში სამათანამშრომელმა წაიკითხა ელპოსტა, სადაც მოხსნილი იყო ChatGPT-ზე ადრე დაწესებული აკრძალვა და იფიქრეს, ეხლა თავისუფლები ვართ. პირველმა თანამშრომელმა აიღო და ატვირთა კუთვნილი წყაროს კოდი მათთვის არსებული პრობლემის გასასწორებლად. მეორემ შიდა კომპანიის შეხვედრის ჩანაწერები ჩააკოპირა ჩატის ფიდში, ხოლო მესამემ ChatGPT გამოიყენა ნახევარგამტარების ხაზზე გაუმართავი მოწყობილობების გამოსავლენად. ძალიან მალე აკრძალვა ისევ დაბრუნდა. შიდა გამოკითხვამ სწრაფად აჩვენა, რომ Samsung-ის თანამშრომლების 65% მიიჩნევდა AI ინსტრუმენტებს უსაფრთხოების რისკად. ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში ის არის, რომ ადამიანების უმეტესობას არასწორად ესმის მთავარი წინააღმდეგობა მომხმარებლის კონფიდენციალურობასა და AI სისტემების მუშაობის პრინციპს შორის. AI მოდელები გაწუხნილია უზარმაზარ მონაცემთა ნაკრებებზე. მომხმარებლებისთვის განკუთვნილ გეგმებზე, როგორიცაა OpenAI-ის უფასო და Plus ვერსიები, მომხმარებლები ნაგულისხმევად აძლევენ კომპანიას უფლებას გამოიყენოს მათი საუბრები მომავალი მოდელების გასაწვრთნელად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უარი თქვათ ამაზე პარამეტრების ლაბირინთში გადაადგილებით, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობას არც კი აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი გადამთვლელი არსებობს. სანამ ამას არ გააკეთებთ, თითოეული დოკუმენტი, თითოეული კონტრაქტის ფრაგმენტი, თითოეული კლიენტის დეტალი, რომელსაც აკრებთ, პოტენციურ გასაწვრთნელ მასალად იქცევა, აფრთხილებს ერთი ანგარიში. როგორც კი კომერციული საიდუმლოებები გამოიყენება AI მოდელის სწავლების ან დამუშავებისას, ბისას ზიანი შეიძლება ფაქტობრივად მუდმივი იყოს. უბრიყოს, უბრალოდ ვერ წაშლით მას. ეს იგივე რაც შეზავებული საღებავის თავიდან განცალკევებას ცადოთ. აი სწორედ ეს ხდის ამას ბევრად უფრო მზაკრულს, ვიდრე ტრადიციული მონაცემთა გაჟონა. ისინი იშვიათია, ხილული და უმეტეს შემთხვევაში გამოსწორებადია.
მომხმარებლის უსაფრთხოების კომპრომეტირება ჩვეულებრივი ამბავია AI კომპანიებისთვის. HIPAA-ს მოთხოვნებთან შეუსაბამობა პირდაპირ ჩაშენებულია სამუშაო პროცესში. აი რატო იწყებენ ზოგიერთი უსაფრთხოების მკვლევარი ამას უკვე ისტორიის უდიდეს უკონტროლო კორპორატიულ მონაცემთა გაჟონვა აღწერას. თორსა ამ კომპანიებში იმ ადამიანებს ესაუბრებით, ვინც რეალურად პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე, ისინი ზუსტად იციან რა ხდება. ისინი იციან, რომ დამცავი მექანიზმები, რომლებიც თანამშრომლებს აუგზავნებს მგრძნობიარე მონაცემების AI ინსტრუმენტებში ჩასმას, არ არსებობს. მათ იციან რისკი, მაგრამ ასევე იციან, რომ მარტივი გამოსავალი არ არის. ვერ შეძლებთ უსაფრთხო შიდა ვერსიის ერთ ღამეში შექმნას. ამისთვის საჭიროა მილიონობით დოლარის ღირებულების აპარატურა, სპეციალიზებული გუნდები და დრო, რაც უმეტეს კომპანიას არ აქვს. ამასობაში სწრაფად მოქმედების წნეხი არ გრება. ხალხი მაინც ირონიულად შეხედავს საკუთარი კომპანიის Copilot-ის კორპორატიულ ვერსიას, რომელიც მხოლოდ იმეილების დასახვეწად და Google-ში საძიებლად გამოიყენება. ისინი ფარულად გამოიყენებენ ChatGPT-ის მომხმარების ვერსიას და მათი ხანში შესული უფროსი მენეჯერები უმეტესად ამას ყურადღებას არ მიაქცევენ. მათთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელები მაინც მხოლოდ გაბერილ საძიებო სისტემებად დარჩება. თუ ერთი რამ არის, რაც ხალხს წლების წინ უნდა გაეგო, ეს ისაა, რომ არასდროს უნდა ანდო Silicon Valley-ის ბიჭებს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება. დღეს ყველა ამ პროდუქტიულობის ტალღაზე ზის და იმედოვნებს, რომ ეს უკან არ დაუბრუნდება და არ დააზარალებს. თავი 5 დიდი კორექცია. ამ ეტაპზე უკვე ვიცით, რომ რაღაცები არ ემთხვევა ერთმანეთს. სისტემა ძვირია. ის რესურსდევადია. მონაცემებს როგორც საწერი, ისე აჟონვებს და მაინც ვერ გამოიმუშავებს საკმარისად სტაბილურ ფულს ინვესტორებისთვის. მაშ რატომ არის ინდუსტრია მაინც მთლიანად ჩართული AI-ის ბუმში? პასუხი ისაა, რომ შიგნიდან ეს ყველაფერი არჩევანივით არ გძნობს. ეს უფრო შეიარაღების რბოლას გავს. მუდმივი გაფრთხილებები, რომ არ ჩამორჩე, ან ჩინეთს არ მისცე დაცინეცევის საშუალება, ყველას აჩქარებულ ტემპში ამოძრავებს. ეს ეგზისტენციალურად გოჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დღევანდელი ასე წოდებული ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლის რეალური ბარიერი ნახევარგანტარები, ანუ ჩიპებია. და ის კომპანიები, რომლებიც ამ ჩიპებს ყიდიან, განსაკუთრებით Nvidia და AMD, მშვენივრად გზნობენ თავს. გლობალური ნახევარგანტარების ინდუსტრია უკვე წლებია ბუმს განიცდის. 2026 წელს ინდუსტრიის წლიური გაყიდვები თითქმის $1 ტრილიონ მიაღწევს, რაც აბსოლუტური რეკორდია. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2036 წლისთვის წლიური გაყიდვები $2 ტრილიონ მიაღწევს. ტაივანის ნახევარგანტარების მწარმოებელი კომპანიის, ანუ TSMC-ის გენერალური დირექტორის თქმით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩიპების მწარმოებელია, მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მოთხოვნა ამჟამად გლობალურ მიწოდებაზე 3-ჯერ მეტია. ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია ცდილობს წლების წინასწარ, რაც შეიძლება მეტი წარმოების მოცულობა დაიბევოს. ახალი ქარხნები არიზონაში და იაპონიაში ბაზარზე არსებულ ზეწოლას მნიშვნელოვნად მხოლოდ 2027 წელს ან უფრო გვიან შეამსუბუქებს. დავაზუსტოთ, ჩიპების მწარმოებლებს სურთ. კომპანიებს ჯეროდეთ, რომ საკმარისი გამოთვლითი რესურსი არ არსებობს და არასდროს იქნება საკმარისი. თუ ყველაფერს ახლავე არ იყიდი, ამ გამოთვლით შეიარაღების რბოლაში აუცილებლად ჩამორჩები. ამ გზავნილს სიმართლე არ სჭირდება, რომ ძლიერი იყოს. ის უბრალოდ საკმარისად ხშირად უნდა განმეორდეს და ის მართლაც მეორდება წლიური ფინანსური შედეგების ზარებზე, კონფერენციებზე, თუნდაც კონგრესის წინაშე. ასე ხდება, რომ კომპანიები წლების წინასწარ შეუკვეთავენ მილიარდობით დოლარის ღირებულების GPU-ებს. მიწოდებას იბევებენ, რომელსაც შეიძლება ჯერ სრულად ვერც კი გამოიყენონ. ასე მიიღება ბაზარი, სადაც მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას. და სანამ ჩიპების კომპანიები უზარმაზარი თანხებით სავსე ჯიბეებით რჩებიან, მომხმარებლებს უწევთ ამ ყველაფრის საფასურის გადახდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც AI შეიარაღების რბოლა გადაიზარდა სპეციალიზებული მეხსიერების სრულ დეფიციტში, რომელიც ამ ჩიპებს მუშაობისთვის სჭირდებათ. ხალხი ამას RAM-მაგედონს უწოდებს. შედეგად, ყველაფერი, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ, გაძვირდა. ლეპტოპები, ტელეფონები, თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა უფრო ძვირი ღირს. და სადღაც ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ახალი სათამაშო კომპიუტერი აწყოს, ფიქრობს, როგორ მოხდა, რომ DDR4-ის რამდენიმე პლანკა უცებ მის ვიდეო ბარათზე უფრო ძვირი ღირს. დღეს ხელოვნური ინტელექტის სისტემები ორ ვარაუდზე აგებული. პირველი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნა იმდენად სწრაფად გაიზრდება და მეორე, რომ პროდუქტიულობის ზრდა საკმარისად სწრაფად მოვა, რათა ხარჯი გაამართლოს. თუ რომელიმე ამ ვარაუდიდან არ გამართლდა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის მთელი დაპირება შერყევას იწყებს. ეს უკვე გვინახავს 1990-იანი წლების ბოლოს. კომპანიებმა ააშენეს მასიური ინტერნეტ ინფრასტრუქტურა ოპტიკურ ბოჭკოვანი სერვერებითა და ქსელებით, რომლებიც მთელ შენობებს ავსებდნენ იმ ვარაუდით, რომ მოთხოვნა დაეწეოდა. საბოლოოდ ესე მოხდა, მაგრამ მანამდე ბაზარმა კორექცია განიცადა, ძალიან ძლიერად. NASDAQ-მა თავისი ღირებულების დაახლოებით 76% დაკარგა. ესეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Cisco, Intel და Oracle, ღამითვე ნახეს, როგორ დაეცა მათი აქციების ფასი. სხვა კომპანიებმა, მაგალითად eBay და Amazon-მა, ძლივს მოახერხეს გადარჩენა. NASDAQ-ის ინდექსს 15 წელი დასჭირდა, რომ თავისი წინა მაქსიმუმი დაებრუნებინა. ინტერნეტის ბუმი ყალბი არ ყოფილა, მაგრამ გადაჭარბებული შეფასებისა და აჟიოტაჟის დროითი მოლოდინი ყალბი არ მოჭდა. შედეგად, ბაზარს ხელოვნური სუნთქვა დასჭირდა.
ასე წოდებულმა dot-com-ებმა უბრალოდ ვერ შეძლეს იმ მოგების გამომუშავება, რაზეც ინვესტორები ოცნებობდნენ, როცა 1990-იან წლებში თავიანთ ფულს სტარტაპებში დებდნენ. არ არის რთული წარმოიდგინო, რომ მსგავსი კორექცია დღესაც შეიძლება მოხდეს. ამჯერად კი მსოფლიოს უდიდესი კომპანიებისთვის. ფული, რომელიც დღევანდელ AI ბუმს ამოძრავებს, მხოლოდ ვენჩურული კაპიტალი არ არის, რომელიც მოგებას ეძებს. ეს ყველას ეხება. როცა ეს ციკლები იცვლება, გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები იშვიათად ზარალდებიან. ხელმძღვანელები მაინც მიიღებენ ანაზღაურებას და ადრეული ინვესტორები ინვესტიციიდან დროულად გადიან. დანაკარგები კი გარეთ ვრცელდება. ასე რომ როცა AI შეიარაღების რბოლაზე საუბრობენ, ღირს იკითხო, რბოლა რისკენ. რადგან ამჟამად ეს უფრო მომავლისკენ რბოლას კი არა, უკვე დახარჯული მილიარდების გამართლების მცდელობას გავს. თუ უკუგება საკმარისად სწრაფად არ გამოჩნდება, ნეგატიური შედეგები მხოლოდ ტექნოლოგიურ სფეროში არ დარჩება, ისინი ყველგან იგრძნობა. და თუ ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი რისკი ფულია, ძალაუფლება ან მონაცემები, შეიძლება რეალური პრობლემა სათანადოდ არ აფასებთ. რა მოხდება, როცა ეს მანქანები გადაწყვეტენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად შეიძლება მიიჩნიოთ? გაიგეთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის მოკვლას სცადა მხოლოდ იმისთვის, რომ გამორთვას გადარჩენოდა. ან უყურეთ ამ ვიდეოს.